უფალი შენშია. შენ ტაძარის ხეულია. ჯერ აქ მოძებნე. მოდი ასე ვთქვათ რა, იესოს პოსტულატები, თავარი, ხო? გიყვარდეს მტერი შენი. თავარი ის კი არა მე ტაძარში შევდივარ თუ არა, მე რას ვაკეთებ და როგორ ცხოვრობ. გიყვარდეს მტერი შენი. 10 მცნებას თუ იცავთ მას. 10 ცნება იესო არ არის, ეს მოსეა, თუმცა ვიცავ. მაგრამ ეს მოსეა. იესოზე ვსაუბრობ, ჩვენ ქრისტიანობაზე გვაქვს საუბარი, ხო? იესომ 10 ცნება არ მოიტანა, მან მოიტანა სხვა რამ. გიყვარდეს მტერი შენი. მე მიყვარს. არც უარყვია ის. არ უარყვია, მაგრამ მოგვიტანა ახალი ტექნიკა, რომელიც ბოლომდე ვერ შევიცანით. ამაშია საქმე. და მე ძალიან ხშირად ეს გამიკეთებ, უბრალოდ ჩინურ თაძიცვანში, რომელსაც მე ვარდიშობდი, არის ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვარდიში. ქვია გიყვარდეს მტერი შენი. როცა მე ის გავაკეთე და მეზობელი, რომელიც რაღაცას მემდუროდა, იმის მერე გახდა ჩემი საუკეთესო მეგობარი. ანუ მე ვნახე როგორ მუშაობს ეს სისტემა, რომ შეიძლება მტერი აქციო მოყვრათ. ოღონდ თუ იცი სიყვარული, ნამდვილი სიყვარული და ეს ტექნოლოგია. რთულია. მეორე, აქ რო დაგარტყავენ, ეს მიუშვირე. რამდენჯერ მე მიშვერია და შოკში ჩამიგდია. მე ვთხარი, ქრისტიანი ხო ხარ, ეხლა აქ უნდა დამარტყა. და გაგიჟებულან, უკან წასულან. გესმის? და მესამე, ნუ განჯდი და არ განიჯდები. რასაც მთელი ჩვენი პრესა აკეთებს, ჭორებზე აგებული. ჩემგან ვინმე სმენია, რომ მე ვინმეს ჭორაო, აბა მოვიდეს და მეთხროს. ვინ არის ქრისტიანი, ნამდვილი, ვინ ცხოვრობს ქრისტიანული პოსტულატით, დას უნდა გააკეთო ახლა. ამისთვის ეკლესიაში შესვლა სულ არ არის საჭირო. თავად თუ ხართ მონათლული? კი.